ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც დიდი ღომში აფეთქების შედეგად განადგურებულ საცხოვრებელ კორპუსში შევიდა, პალიტრამედიის ფოტოგრაფი გიორგი ჟამერაშვილია. სწორედ გიორგის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა მოიცვა სოციალური ქსელები. სწორედ მისი გადაღებულია ის ძალიან ემოციური ფოტო, სადაც მამას ბავშვი გამოყავს ნანგრევებიდან. პალიტრამედიის ფოტოგრაფი გიორგი ჟამერაშვილია დღევანდელი გადაცემის ჩვენი სტუმარი. გიორგი, დილა მშვიდობისა და პირველ რიგში ჩვენი სახელითაც ალბათ ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ აი ამ აქტივობისთვის, რომელიც შენმა ამ ქმედებებით გამოჩნდა და პირველი მოგვიყევი აი ემოციის შესახებ, როდესაც უკვე შეხვედე აი ამ კორპუსში და რა დაგხვდა შიგნით. პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო ყველა გარდაცვლილის ოჯახებს, ძალიან საშინელი ტრაგედია არის. რაც შეეხება ჩემ ემოციებს, არ ვიცი. ადგილზე რომ მივედი, დამხვდა გამოსული მოსახლეობა შენობიდან. იყო ქაოსი, ხალხი დარბოდა ირგვლივ, მეც გაურკვევლობაში ვიყავი, არ ვიცოდი რა მექნა. პროფესიით უნდა გადამეღო ეს ყველაფერი, რაც ხდებოდა, მაგრამ რაღაცნაირად სურვილი მქონდა შესვლის და დახმარების. ერთ-ერთმა მოსახლემ იქ მცხოვრება სავარაუდოდ დაიძახა, რომ შემომყევით ვინმე დამეხმარეთო და მეც აი დაუფიქრებლად ავდეგი და შევყევი. შიგნით რაც დამხვდა, იყო ის ერთ-ერთი პირველი კადრი იყო მამაშვილი რო გამოყავს და როგორც მეორე დღეს გაირკვა, ექიმს ეჭირა ეს ბავშვი ხელში და ამწვევდა ცოცხალია თუ არა. სანამ გადავიღებდი ამ კადრს, გავშეშდი ეს რო დავინახე. არ ვიცოდი ცოცხალია თუ არა ბავშვი და აი ეს არის ის ფოტო, რომელზეც მთელი ტრაგედია ასახული ბოლო 2 დღეა. ეს არის მამა, ხო? ეს არის მამა, რომელსაც გამოიყვანა და როგორც შემდეგ გაირკვა, ექიმი, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა ამ კორპუსში, უკვე გამოართვა, ხო? კი ბატონო. ასე იყო კი? კი ბატონო. სანამ ამ კადრს გადავიღებდი, გაშიშებული ვიყავი, იმიტომ რომ არ ვიცოდი ბავშვი ცოცხალია თუ არა და ეს ფოტო არ გადავიღე, სანამ ექიმმა არ თქვა, რომ სუნთქავსო. როგორც კი თქვა სუნთქავს, მაშინ გადავიღე ეს. ძალიან მძიმე არის. გიორგი, საერთოდ როგორ აღმოჩნდით ამ კორპუსში, იმიტომ რომ ძალიან მალე მიხვედით, ხო აქ? კი ბატონო. აფეთქებიდან დაახლოებით 300 მეტრში ვიმყოფებოდი, სტუმრად ვიყავი სახლში მეგობართან და გავიგეთ აფეთქების ხმა. უბრალოდ დიდი ხმა გავიგეთ, მაგრამ არ ვიცოდით რა იყო ეს აფეთქება იყო თუ დიდი ავარია. როგორც გავიგე ეს ხმა, გამოვიქეცი გარეთ გადასაღებად. პირველი რასაც ვფიქრობდი, უნდა გადამეღო ეს სიტუაცია, რაც იქ ხდებოდა და მე უკვე დანარჩენი. გიორგი, ყოველთვის ზუსტ და ნამდვილ ამბებს თვითმხილველები ყვებიან, ბუნებრივია. სიმძიმე მინდა. ესეთი იყო სიმძიმე, როგორი შენ ფოტოებზე ასახე, ეს თუ იყო უფრო მძიმე ვითარება ადგილზე? უფრო მძიმე ვითარებაც იყო ადგილზე, კი ბატონო. ხალხი გაჭედილი იყო სახლებში, რამოდენიმე მე-7 და მე-5 სართულზე იყვნენ ცხოვრებლები გაჭედილები, იმიტომ რომ აფეთქებისგან კარგმა დეფორმაცია განიცადა და ვერ აღებდნენ. ბინიდან ვერ გამოდიოდნენ. შიგნიდან ვერ გამოდიოდნენ და მეზობლები ეხმარებოდნენ, ამტვრევდნენ ამ რკინის კარებს და გამოყავდათ ეს ხალხი. რამდენად რთულია ასეთ დროს თან ემოციის ქვეშ ხარ და თან გადაიღო ფოტოები, რომელმაც უნდა ასახოს მერე რეალობა ტრაგედიის? კონკრეტულად ამ მომენტში შევძელი და ემოცია გავთიშე იმ მომენტში და ცივი გონებით შევედი, რომ პანიკას არ ავეცვი და დრო არ დაუბრუნებულიყავი. გიორგი, პირველად რომ როდესაც მიხვედი ადგილზე და ყვები რომ ხალხი შეგვდა, ხო, თავდაპირველად გარბოდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს. პირველი კადრი რომელიც დაინახე, რა იყო? პირველი შენობაში შესვლისას. შენობაში შესვლისას პირველი ყველაზე მთავარი კადრი იყო ის ფოტო. პირველ სართულებზე არაფერი არ ხდებოდა, უბრალოდ შუშები იყო ჩამოთვლილი. ეს სართულზე არის გადაღებული ეს ფოტო? არა, ეს არის დაახლოებით მე-4 სართულზე გადაღებული. ანუ მანამდე არაფერი არ ხდებოდა, ლიფტის კარიბები იყო გამონგრეული, მეტი არაფერი. კი ბატონო, იცი რა მაინტერესებს, მე ვიცი რომ თქვენ ასევე ასახეთ გარდაცვლილების კადრებიც, ხო? ეს სად ნახეთ რომელ სართულზე? ეს უკვე მე-6 სართულზე იყო, კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც აფეთქება მოხდა. დრო ავედი სიგნალე იყო, არ ვიცოდი ფანჯრის ჩართვა ღირს თუ არა, მაგრამ მე მივხვდი რომ გაზი აღარ იქნებოდა დაგროვებული, იმიტომ რომ ფანჯრები და კედლები ამონგრეული იყო და არ იქნებოდა დაგროვებული და თავდაპირველად ვერ ხედავდით? არა, თავდაპირველად არაფერი არ ჩანდა.
ჩავხდი ფანარი და დავინახე პირველ ფოტოზე ასახული მამაკაცი თეთრ მაისურში რომ არის ის იდგა შესასვლელთან, ერთ-ერთი ოთახის შესასვლელთან და დავინახე რომ ცხედარი იყო იქ. გიორგი, რამდენ ხანში მოხდა ევაკუაცია მთლიანად კორპუსის? დიდი დრო დაჭირდა? სანამ მე მივედი, მოსახლეობის ნახევარზე მეტი გამოსული იყო. კი ბატონო, ვინ შეძლო თვითონ გამოვიდა და დანარჩენებს უკვე მოსახლეობა ეხმარებოდა იქ მცხოვრებლები. სამშობლო სამსახური ძალიან სწრაფად მოვიდა და მათაც ძალიან სწრაფად მოახდინეს რეაგირება, ძალიან კარგად მუშაობდნენ. თუ გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ვიღაცა გამოსვლას ცდილობდა და ასე შემდეგ, თუ ამბობდნენ რამეს, იმიტომ თქვენ პრინციპში ხართ პირველწყარო ხო ადამიანი, რომელმაც პირველმა ნახა ეს ადამიანები, რას ამბობდნენ ისინი? არავინ არაფერს არ ამბობდა, ყველა მუშაობდა ჩუმად სიმართლე რო გითხრათ. და მეზობლებიც არავინ არ იყო პანიკაში. რაღაცნაირად აი გამართულად მუშაობდა ყველა ერთად. აი არავინ არ საუბრობდა. სასაკები, როდის დატოვეთ ტერიტორია? როცა სამაშველო სამსახური მოვიდა, დაახლოებით 2 წუთში დავტოვე ტერიტორია, რადგან მივხვდი რომ უკვე უშლი ხელს მათ მუშაობაში და მე არ მინდოდა ამის გაკეთება. და როგორც ამ ძალიან ცოტა დრო დაჭირდა ხო სამაშველო სამსახურს მოსასრულებლად? კი, მე დაახლოებით 4-5 წუთის შესული ვიყავი მაგ შენობაში, როცა უკვე სამაშველო სამსახური მოვიდა. თუმცა, როდესაც თქვენ მიხვედით კორპუსში, მაშინ პატრულის 3 ეკიპაჟი იყო მობილიზებული ადგილზე, ლენტით ჰქონდათ შემოსაზღვრული ტერიტორია უკვე და ერთ-ერთმა პატრულის მანქანამ გაიყვანა დაზარალებულები. გიორგი, შესვლა, ანუ არ აგიგზალეს პატრულის მანქანა? როგორ იმ მომენტში არავის ეცალა ჩემთვის, ყველა იყო დაკავებული საქმით, პოლიციის თანამშრომლები შიგნით იყვნენ შენობაში შესულები და ეხმარებოდნენ ხალხს და გარეთ ვინც იყო, სხვა საქმეებით იყო დაკავებული, ასე რომ არავის აინტერესებდა იმ მომენტში მე ვერ მხედავდნენ. გიორგი, როგორც ფოტოგრაფს, თუ გქონიათ მსგავს ექსტრემულ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება? ხანძრებზე მიმუშავია, მაგრამ კონკრეტულად ეს ეპიცენტრში ვერასდროს ვერ მოხვედრილ ვარ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შიგნით შევედი ესე. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ, ის გადაგჩვენია, როგორც გოდერძიმ აღნიშნა, იმიტომ რომ ეს არის ფოტოები, რომელსაც ვერ ნახავდით, რომ არ ყოფილიყავით თქვენ და ვერ აღვიქვავდით იმ სიმძაფრეს, რომელიც ხდებოდა ტრაგედიის ადგილას. აი კონკრეტულად ახლა ჩვენ ხედავთ ერთ-ერთ ფოტოს კიდევ თქვენს მიერ გადაღებულს, რომ აგვიხსნათ რა ხდება კონკრეტულად ამ ფოტოზე. ამ ფოტოზე ქალბატონი არის იმ ბინაში მცხოვრობდა, როგორც მივხვდი. კონკრეტულად ახლა ეძებს ტელეფონს, იმიტომ რომ ამბობდა ვიღაცას ეძახდა, არ მახსოვს სახელი, ვიღაცას ეძახდა და ეძებდა ტელეფონს. ეს მე-6 სართულია, სადაც თვითონ მე-6 სართული. თუ შეიძლება რომ შემდეგი ფოტოც ვნახოთ და კარგი იქნება თუ გიორგი თავად რაღაცნაირად უფრო კონკრეტულად აგვიხსნის სად რა არის აღბეჭდილი, ეს არის უკვე სურამდენი ფოტო გადაიღე გიორგი. ბევრი ფოტო გადავიღე სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ არ მქონდა ფიქრის დრო და ვიღებდი ყველაფერს, რაც კი მოხდებოდა თვალში. და მე უკვე ავარჩიე რაღაც რაოდენობა ფოტოების. რამდენი ხანში გააგრძელე ეს მასალა? როგორც კი დავიწყე ტერიტორიიდან გამოსვლა. სანამ გადაერთ უპასუხებთ აი ეს ფოტო რომ აგვიხსნათ აქ რა ხდება, იმიტომ რომ ბევრ ხალხს ხედავთ. კი ბატონო, აქ თქვენ ხედავთ ცხედარი არის მაშველის ქვევით. დაყრელი ქონდა ზევიდან ბლოკის ფილები და არ ჩანდა თავდაპირველად ეს ყველაფერი. ეს ის ბიჭი რომელიც როგორც მეგობრის სახლში ვინც იყო სტუმრად შესული. სიმართლე რომ გითხრათ ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ინფორმაციით გარეთ ვინც იყო გადაგდებული ის იყო ის შევიდა ამ ბინაში, ერთ-ერთი ვერსიით ეს მამაკაცი იყო და ზუსტად არ ვიცი მე იქ. თქვენ გარეთ როდესაც აფეთქების ძალამ გადმოაგდო გარეთ ადამიანი მე-6 სართულიდან თუ არ ვწდები ეს ფოტოც ასახეთ ხო? ეს ფოტოც ავსახეთ კი ბატონო. ძალიან რთული ამაზე საუბარი კიდევ ერთხელ ამის ნახვა ყველაფრის. დიდი მადლობა გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ იმისთვის მართლა დიდი ძალა ჭირდება ამას ყველაფერს, ვაჟკაცობა ჭირდება, რაც თქვენ გააკეთეთ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა გააკეთეს, სამაშველომ გააკეთა, ექიმებმა.
გააკეთეს, მოკლედ, რა ვიცი, იმედია ბოლოა ასეთი იმუშავა ტრაგედია როგორც უნდა იმუშავა პროფესიონალ ფოტოგრაფს, რომელიც აგენტში თუმცა ესეთი შემთხვევები, ესეთი ტრაგიკული შემთხვევები მე პირადად კიდევ ერთხელ მაანალიზებინებს იმას, რომ გვაქვს ძალიან რთული პროფესია და ხშირ შემთხვევაში ეპიცენტრში ჩვენი სურვილის მიუხედავად თუ პროფესიული შემართებით არ ვიცი ამას ახლა რა უწოდო. ხვდებით ხოლმე და გვიწევს ადგილზე მუშაობა და მსგავსი ფაქტების ასახვა, დაფიქსირება, შემდეგ უკვე ამაზე საუბარი პირდაპირ ეთერში, რაც ხშირად ნამდვილად ძალიან რთულია და კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მოკეთ მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ჟამერაშვილი, პალიტრა მედიის ფოტოგრაფი, რომელმაც საკუთარ ფოტოებზე ასახა დიდი დიღმის ტრაგედია.